დილა მშვიდობის, აბა როგორ ხართ? როგორც იქნა გამოვჩით. ავარ და მილევია. დედა, მოდიდო ყავა. თუმცა გინდა ხო? ეს ცოტა გამაქვს, მაგრამ გვაქვს გასაფქველი და ესეც კარგია. რო გავურიოთ ერთმანეთში. მაგას ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ დავქვთ. რა თქმა უნდა, ხელი შვილომე. არა უშავს. სვერი არ არის. ეს სპეციალურია. ხოყავიანია ეს დედა. ხოყავიანია. ეგა ბლენდერია, რა თქვია ბლენდერიც. მეზარება გოშწას. ბორო ვიყიდო. არა, ესეც კარგია. Andrea çakarım ayıtırdı koşuyor. ისეთი ხმა აქვს. ჩემი ყავისაფქორი ხო იცი თბილისში, იმას ერთთვე რა ხმა და შენც ხო გქონდა ეგეთი შავი დედა. არც იმას რა ქონდა. ამას აქვს ძალიან საშინელი ხმა. ძალიან წვილად არ დავფი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი ხმა აქვს. ურები ვეღარ უძლებს, მაგრამ წვილათაც არ არის. ძალიან სულეთაც არ არის, ნორმალურია. კაფიანი გხდება ხოლმე? კაფიანი. არა, კაფიანი არა, მაგრამ შემრი. ქვილი შემოვიტანეთ, ცომი უნდა მოვზილოთ. აი ამას აქ ჩავყრი, ამას ჩემი რაც. ეს კაფიანი გხდება და იმიტომ ვასმე. ეგეც რო გაგერია თუ. თან ის არის. ეს ზაღია, ეს მუქი. აი უყურეთ. ეს როგორი ღია? ლებოღია. იმიტომ არის უფრო რბილი ყავაროა. ეს შოკეის გავს უფრო. მათი სკოლაში წავიდა. დაამხარია თავის ტელეფონი. აღარ იცის რა თქმას. აღარ იცის რა თქოს, აღარ იცის. რა ვიცი რა, სიხარულის გამოკლებს თუ ტელეფონს ლაპარაკობს. ნახეთ როგორ გაეხარდა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ესეთი კარგი კომენტარები მოგწერეთ, მოგვილოცეთ. რამდენიმე ისიც წერარიც რომლებიც წამოგვივიდა მათი სიხარულზეო და მართლა ძალიან გაეხარდა, დიდი ხანი უნდოდა ძალიან და თან არის. ხაჭიქები მინდა. ჭიქები და ქოშები უნდა გამოვიცვალო, მცივა ეხლა თხელები მიცვი. ნახოთ აბა როგორი გამოგვივა ყავა. კარგად ჩავაყარე, მაგრამ ნახეთ როგორ გაიხსნა.
ამას კაფე არ ექნება, ეტყობა. შევს გამოვიცვლი მოვალ ახლა. ნახოთ რა გამოგვივა. აბა გამოგვივა ნახოთ, მაგრამ ვარ მომწონდა. ტკბილეურც არაფერი აღარ არის. ერთი ბიჭინია დანარჩენი ქალაქში ადვილი აქვს ბატკარებენი კიდე აღწინები მუქია ძალიან. არა, კაფეა აქვს. კი, თანაც კარგი. იმდრეს რომ მოადუღე და არ ხონდა. არ ხონდა. გემონახოთ. არც ვიცი აქ იყიდება თუ არა ეს ყავა. ხო აქ არ იყიდე და ეს ყავა, ხო იქიდან ჩამოიტანე. არა, იქიდან. დედა შემეთავ რო იყო. 2 წელია მა. გემრიელია. არა, გემრიელია დედა, მომეწონა. მომეწონა. მათე მეუნება დედა ჩემი ტელეფონით გადაიღე ვიდეო და ნახე როგორია. როგორ ვიდეოს იღებს. სკოლაში არ წაიღო დატოვა, მაგრამ ვერ გავხსენი. პაროლი დააყენა მე მგონი. ცოტა არ გათბადე და ფქვილი. ხელი მომირჩა. თემუდან მინდა რაღაცების გამოწერა და თამოფიქრობ, რა ზოგი იძახის რომ კარგი ხარისხი ჩამოდის, ზოგი იძახის რომ არ ვარ, და ვეღარ გავიგე. ალბათ გააჩნია რას გამოიწერა.
როგორც აქ უნდა სწავლა, სადღა უნდა იყიდო. ლილოში რაზე უნდა წახვიდე მაგალითად? შეანა. შეაგინდა რომ შეატანო. არა, ბაზარში რაზე უნდა წახვიდე? თემუდანაც ეგრეა. უნდა ისწავლო. მისი გამოწერა ღირს, მისი არა. ყველა მანდედანი წერს უკვე. ვიდეოები მხვდება ხოლმე. ლილოში წასულ ვარ ბევრჯერ და უფრო ძვირია ხოლმე ყველაფერი. თუ არ იცი რაზე წახვიდი, აზრია რა აქ. ვარკეთილის ბაზარში უფრო იაფად მინახია ბევრი რაღაცა ვიდრე ლილოში. იმიტომ უნდა იცოდე რა, თემუდანაც რა გამოიწერო. კი არის იაფი, მაგრამ თუ არ გამოგადგება, რა თქინდა. ეგეთი. უფრო ძვირი გიჭდება. მაინც აყიდელი რო გაქვს. და ის უბრალოდ უნდა გედოს. ასე რომ, არ ვიცი. რა გავაკეთო. მოვიწერო თუ არა. ფეხსაცმელი მე მგონი რომ არ აქვს. გამოიწერო. ბავშვისთვის ახლა სპორტულები, ეგეთი რაღაცები, ვფიქრობ რომ შეიძლება რომ გამოიწერო, იმიტომ რომ მაგრამ მგონი ახლა რომ ძალიან ისეთი ცუდი ხარისხი ჩამოვიდეს, რომ ვერ ჩააცვა სახლში. სახლში მაინც იხმარს. ნასკები მათესთვის შეიძლება, ალბათ რომ გამოვიწეროთ, ცუდი არ ჩამოვა. თან იაფია 5 წყვილი 10 ლარების. ქოირიკიდი, ცოტა ნორმალურს, ახლა ძალიან უბრალოები აქვს. ორლარად. კიდე რა. არ ვიცი კრემები თუ ღირს სახისა. რო გამოვიწერო. ბიჟუტერიაც ალბათ ღირს, იმიტომ რომ ძალიან იაფია და ხო როგორც სურეთში ესეთი იქნება საყურებეჭედი ვფიქრობ. სამკაულები. ძვირია ყველაფერი. თბილისზე უფრო მეტად ძვირია. გორში ბაზრობაზე ძალიან ძვირია, ცეცხლი უკიდია ყველაფერს. იქ არც მივდივარ ხოლმე. იმდიგად და აბა სუფთა სახლში რო ვიყიდე შამპუნი, სულფატების გარეშე გამიჩინა ქერტლი. ისეთი ქერტლი გამიჩინა. ძლივს მოვიცილე, ძლივს. აღარ მაქვს. მალევე მივხედე. ძალიან გამომიშვროთ, მე დამიწვა კანი. არ ვიცი. არ იყიდოთ საშინელებაა. არ მომეწონა. აქ არ მაქვს რო გაჩვენოთ.
მაგუზარა მერთო გაძარამან ბაზანაში მაქაქარა მაქ მერე გაჩვენებთ არის კიდოთ ეგ შამპუნი წავედი დროებით უყარხართ კოცნით მოვალ ისე ცომ უნდა მოვზილო ახლა და პური გამოვაცო